This is in a shell like it's possible. Sound like a widget. This is a widget. ქაშვეთის უკან ერთ-ერთი მოქალაქე ყავთ გაჩერებული რამდენიმე ეკიპაჟს ფაქტობრივად ბრალდებით რომ მის სახეს ხარავდა აქციაზე ქუდი რომელიც მას ეხურა ახლა დალუქეს და ოქმს ავსებენ ადვოკატის თქმით არაფერებენ არც ადვოკატი და არც მოქალაქე ხელი მოეწერა ოქმს პოლიციელების განცხადებით სამართლოზე შეძლებენ რომ ნახონ თუ რის საფუძველზე მოხდა რეალურად ეს შემოწმება და ოქმის შედგენა უშუალოდ მტკიცებულებების წარდგენა არ მოხდა რა ახლა ამ ეტაპზე მოქალაქე რომელიც გააჩერეს ის ამბობს რომ პოლიცია სრულად უსაფუძვლოდ გააჩერა და მოსთხოვა თავისი ქუდის და შარფის მოხსნა და ჩაბარება. როგორც იცით, 16 ოქტომბერს კანონში შევიდა ცვლილებები, რომ აქციაზე თავშეყრის ადგილას სახის დაფარვა და გზის გადაკეტვა 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება. განმეორების შემთხვევაში შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისგებლობაშიც მიესწრებიან პირები. ახლა ადვოკატი და ეს მოქალაქე გაიცნობიან ოქმს, რომელიც შეადგინა ცოტა ხნის წინ პოლიციამ. ახალი ცვლილებები მხოლოდ 15 დღიანი პატიმრობა არის. არა, ეს საფუძველზე. თანხმობა არის. თანხმობა არის. ჩემს დოკუმენტი არ არის თანხმობა, მეგობარი. დოკუმენტი ჩემს თანხმობა არ არის, წარმოადგინე. ჩემი ადვოკატი არის, ჩემი ადვოკატი არის, შეიძლება ახლა ადამიანის თანხმობა არის და მაქვს. აი, ნახე, რამდენი ხალხი ისმენს მეგობარო. ე ბატონო და გვერდზე გადაიწიე და მოისმინე. ადვოკატს არ ეძლევენ გაცნობის საშუალებას უშუალოდ ვინაიდან მათი თქმით ორდერი არ გააჩნია მას. ეს არჩილ ჯორჯეთის 5 ნომერი არის. და არა რუსთაველზე, როგორც თქვენ ამბობთ, რომ დავინახეთ, ხო? ე ბატონო, მაგრამ თქვენი მონაცემები სამუშაო ადგილიდან ხართ სამუშაო? მუშაობა. დროებით უმუშავა, იბათ. რა ხომ არ აცხადებ, დროებით უმუშავა. ხო, ეს ავწერთ მე რო ვინ იწერს. გასაგებია, არიტერია, რატო შეგაციეთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის აქტი რომ მოხდარიყო და თქვენი პიროვნების დადგენა რომ მოხდარიყო. თქვენ დაარღვევით საქართველოს ადმინისტრაციის 175 პრიმა მუხლის მეათე ნაწილი დავით ფონძე ხელი მოდო. Lara, naturally, რაიმე განსაკუთრებული ნივთიერება არ ჰქონია თან თქვენზე საუბარი. მას ჩამოერთვა შავი თავსაფარი
რომლითაც მალავდა სახეს და ვერ ხდებოდა იდენტიფიცირება. მალავდა სახეს, არვე თანხმები არანაირად. კი, ვასული, უბრალოდ მოულოდნელს გავასწრებდა. პირად გასინჯის განმარტა რომ უფლება აქვს პირად გასინჯის ოქროს დაკავებიდან აფიდრის ვადაში გაასაჩიოს უკაცრავად ან ზემდომ ორგანო ოქროში მიუთითეთ რა ტემპერატურა რამდენი იყო სიცივე იყო თუ არა ოქროში გააფიქსირეთ სიცივე იყო თუ არა ანუ მეგობრებო რო იცოდეთ თუ ძალიან ცივად თავზე არაფერი არ ცება სერიოზული რამდენი გრადუსია ხო გეუბნები რომ 12 გრადუსია და ადამიანს სახეზე უნდა ეკეთოს რამდენი გრადუსია დააფიქსირეთ გრადუსები დააფიქსირეთო გრადუსები 13 გრადუსი ადამიანს უნდა ეკეთოს სახეზე რაღაც შეიძლება თუ ამაზე ეხლავე ვაფიქსირებ რომ ისე ცივა ადამიანს შარფი უნდა ეკეთოს უკაცრავად ბატონო პოლიციელებო ეხლავე ვაფიქსირებთ რომ ისე ცივა ადამიანს შარფი უნდა ეკეთოს ისე თქვენს რატო გახურავთ კეპები თქვენ რატო გახურავთ შეიძლება მოგვიყევი გამოხდა და იმ პროცედურულ დარღვევებზე რადგან ეხლა გქონდათ საუბარი პირადად პოლიციელებთან ამას მიყაშებით ანუ პოლიციელები ამბობენ იმას რომ დააჩერეს ტელეფონი და მოშორებით უკვე პარლამენტის შენობიდან ამბობენ რომ დაინახეს თითქოს იყო აქციაზე მაგრამ ვერ ასახელებენ ვინ დაინახა არ ამბობენ ვინ დაინახა პოლიციის თანამშრომელმა მაგრამ ვერ გავიგეთ ვინ დაინახა რომელმა პოლიციის რომელმა თანამშრომელმა დაკავებული არის და შეაჩერეს უბრალოდ დაკავებული არ იყო მოშორებით აქციიდან რაც რა თქმა უნდა შეკრებაში მონაწილეობას არ გულისხმობს ვერავითარ მტკიცებულებაზე ვერ მიუთითებენ ერთ-ერთი რაზეც საუბარი არის ის რომ თითქოს იდენტიფიცირებისას მალავდა სახეს და იდენტიფიცირებისას სახის დამალვა სხვა რამეა და აქციაზე სახის დამალვა სხვა რამეა აქციაზე სახის დამალვის მტკიცებულება მათ არ წარმოადგენთ ყვირდებიან რომ სასამართლოში წარმოადგენენ და რა თქმა უნდა დაველოდებით ამას ოქროზე ასე ოქროზე არ შეუდგენიათ მათ და ეს შესაბამისად არ გაგვაცნეს რა ის ოქმე შეადგენეს მაშინ ეხლა შეადგენეს მხოლოდ დათვალიერების ოქმი და დათვალიერების ოქმში აღნიშნავენ იმას რომ თითქოს ასე ვთქვათ იდენტიფიცირებისას მალავდა სახეს ნუ არ გაუგებარა იდენტიფიცირებისას მალავდა სახეს თუ აქციაზე მალავდა სახეს ეს კიდევ გაუგებარა მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ის რომ ისინი ამბობენ რომ დაინახეს ეს ადამიანი აქციაზე როდესაც სახეს ფარავდა და სახეს იმალავდა მაგრამ რეალურად ვერ ასახელებენ ვინ დაინახა აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ანუ ეს არის ცალსახად მოქმედება იმ კანონის უკვე იმ რეპრესიული კანონის მთელ ბოროტ მასშტაბებში რაც რამდენიმე დღის წინ მიიღო ქართული ეთნების პარლამენტმა და როგორ ბოროტად აღასრულებენ ამას ძალიან კარგად ხედავთ რომ უბრალოდ ვერ ასახელებენ რა მტკიცებულების საფუძველზე იყო შეჩერებული ეს ადამიანი და რის საფუძველზე აპირებენ ოქმის შედგენას არავითარი მტკიცებულება არ არსებობს აი ასე ნებისმიერ ადამიანს ვინც არ ვიცი სიცივის გამო შეიძლება უბრალოდ ჩარფი გაიკეთოს აქციაზე სიარულზეც აღარ არის სკოლაპარაკი შეიძლება აი აქ ნებისმიერი უჩაში გააჩერონ და უბრალოდ ვერ გადაადგილებს საშუალება არ ამისა და 15 დღიანი პატიმრობა ემუქრება რაც ყველაზე რამდენჯერმე გაუმეორეს პოლიციელებმა რომ ეს არ იყო პატიმრობაზე ეს იყო ჯარიმაზე ანუ რა შეიძლება რომ რით შეიძლება ისახსნათ როგორც ამბობენ ოქმი უნდა შედგეს ჯერ ამბობენ რომ ოქმი დგებოდა 74 პრიმას მეათე ნაწილით რაც მხოლოდ უალტერნატივად 15 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს ახალი კანონით კი ახალი კანონით ამიტომ ანუ ამ ადამიანს იმის გამო რომ ქუჩაში დაინახეს რომ შარფით იყო და ვერ ადასტურებენ იმას რომ აქციაზე იყო აი ამის გამო 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება არც ახლა ჩვენ ვიტყოდნო ჩვენგანმა გამოსაჯოთ და შევახსოვოთ რამდენად სამართლიანი არის ის რომ ქუჩაში შარფით მოძრაობდეს და უცებ შეიძლება ვიღაცამ ჩაგთვალოთ აქციის მონაწილე და ისტორია ახლა უბრალოდ გაიაროთ 15 დღემდე პატიმრობა დაგემუქრებათ არ ვიცი ეს ავდგეთ და შევახსოვოთ რამდენად სამართლიანი ეს არის მთელი ბოროტი მასშტაბები აი ამ კანონმდებლობის რომელიც რამდენიმე დღის წინ ქართული ოცნების პარლამენტმა მიიღო ამდენად და აი ეს რასაც აკეთებენ არ უბრალოდ რა დავაკეთოთ მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ არავითარი მტკიცებულება არ არის გავუსვით კითხვა ჯერგონია შედგენილია და მეერთე ნაწილი არის 74 პრიმასი შემდგომ ვითხრეს
რომ არა უქმი არ შეუდგენია და თურმე ჩვენ არ ვიცნობთ ამ პროცედურებს, ანუ რაც რა თქმა უნდა ეხლა არავითარ შემთხვევაში არ არის სერიოზული. ამიტომ გადასცენ ეს მასალები სასამართლოს, არსებობს არაერთი მტკიცებულება და დიდი მადლობა მედიას ამისთვის, რომ ეს ყველაფერი აღბეჭდა და ჩვენ ამ მტკიცებულებას აუცილებლად წარვაგდენთ სასამართლოში და ნახავთ მერე როგორ შეიძლება უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრო იმის დასაბუთებას ვინ იქნება მოწმე და ვინ დაინახა ის, მაშინ როდესაც აი ახლა არასახელები მხოლოდ ვინ იყო ის ადამიანი, ვის მოიყვანენ იმ პოლიციელს, რომელ პოლიციელს მოიყვანენ იმის საქმელად, რომ თქოს ეს ადამიანი დაინახეს აქციაზე. ამას ნახავთ აუცილებლად. ჩვენ ახლა კიდე ერთი დეტალი არის, რომ ჯორჯაძის ქუჩაზე ვართ, ხო, რეალურად და ეს არის ქვემოთ უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს ადამიანებისთვის. და აი ამას მნიშვნელობა აქვს, ხო, რეალურად და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ანუ აქციიდან მოშორებით არის, ანუ აქ შეაჩერეს, ამბობენ რომ დაინახეს შეკრება მანიფესტაციის დროს ეს ადამიანი, მაგრამ უბრალოდ როდესაც დავსვიტკითხა ვინ დაინახა, ვერ გვეუბნებიან, ანუ არ ამბობენ სახელს და გვაქვს. ახლა სასამართლოში ვის მოიყვანენ და ვის არ თქმევინებენ ამას. თქვენ სახელ და გვარი ბოდიში? მადლობა. როგორც მოისმინეთ ადვოკატისგან, ჯორჯაძის ქუჩაზე ქაშვეთის მიმდებარედ გააჩერეს ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც სახის დაფარვაში ადანაშაულეს პოლიცია იდენტიფიცირებისას, თუმცა ზუსტად და კონკრეტულად არ განუმარტავენ თუ ვინ ოფიციალურად დაინახა ეს მოქალაქე, რომ აქციაზე იმყოფებოდა და სწორედ ამას ასახელებენ ისინი გაჩერების მიზეზად. მადლობა რომ გიყურავდით, ჯერჯერობით ვითარება დასტაბილურდა, სხვა შემთხვევაში განვაახლებთ პირდაპირ ჩართვას ნახვამდის.